ეთერში სალომე თუ გესმით ჩემი ხმა, მოკლედ ქართული ოცნება ცდილობს სათავისოდ გაასაღოს ინფორმაცია მეგობარ აქთან დაკავშირებით, რომელიც ეხლა ჩვენ გვაქვს. თქვენ იმყოფებით ვაშინგტონში და საუბრობთ იმაზე, რომ სწორედ მეგობარ აქთან დაკავშირებით არის თქვენი შეხვედრები ამ ვიზიტისას. აი რა შეგიძლიათ გითხრათ იმ სამი სენატორის გათვალისწინებით, მათი პოზიციების გათვალისწინებით და პერსპექტივის შესახებ, იმიტომ რომ აი უყურეთ რა თქვა დღეს კალაძემ ერთსად წავიკითხავ, ეს აქტიო მეგობარ აქტზე საუბრობდა, გაჯერებულია სიცრუი, ცილისწამები, ტყუილი და გამოაშკარავდაო რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აღნიშნულ აქტში, ჯამში 360,000-ია გადახდილიო და არის კონკრეტული კონგრესმენი უილსონზე იყო საუბარი, რომელსაც 87,000 აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშაოს და ცრუ და ტყუილი ინფორმაცია ჩაწეროს ამ აქტშიო, აი თქვენი პასუხი მაინტერესებს ახლა. მადლობთ ინგა, ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზოგადოებას აბსოლუტურად ზუსტი და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ამასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება მეგობარი აქტის გარშემო და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში და სწორედ ამიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხი, და მათ შორის, როდესაც არის რაღაც საუბარი, ჩემი აზრით ძალიან არაკორექტული და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ყველა ვინც საუბრობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის, ასე ვთქვათ, საფრთხეზე, როგორც ნორმალიზაციის, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ვითარების საბას ნათქვამზე აკეთებთ ახლა ამ კომენტს. ეს არის ბევრი ადამიანის არგუმენტი, მე მინდა ყველას უთხრა, რომ ეს ასე არ არის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი ნორმალიზაცია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ ემუქრება, სწორედ იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არის უკვე აღიარებული არალეგიტიმურ ხელისუფლებად დასავლეთის მხრიდან. ერთადერთი დღეს რაზეც საუბარი არის და მათ შორის მეგობარი აქტი რატომ არის მნიშვნელოვანი, არის პოლიტიკა, რომელიც უნდა გადარდეს ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში, იმისთვის, რომ აიძულონ ეს ხელისუფლება, რომ წავიდეს იმ ნაბიჯების გადადგმაზე, რასაც საბოლოო ჯამში, რამაც უნდა ჩვენ მიგვიყვანოს საქართველოში დემოკრატიული სისტემის აღდგენამდე, ასე ვთქვათ, დემოკრატიის გადასარჩენად, რა უნდა გაკეთდეს დღეს საქართველოსთან მიმართებაში. მეგობარ აქტს პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ ეს აქტი არის მიღებული უკვე ამერიკის კონგრესის ქვედა პალატის მიერ, ანუ წარმომადგენელთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა, ორპარტიული მხარდაჭერით არის ეს აქტი გასული და სენატში მეორე პალატამ უნდა დაამტკიცოს აქტი, რომ გახდეს საბოლოოდ კანონი. სენატში გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ წასულიყო განხილვის პროცედურა, ეგრეთ წოდებული დაჩქარებული პროცედურით. ანუ განხილვის გარეშე ავტომატურ რეჟიმში რო ყოფილიყო ეს აქტი დამტკიცებული სენატის მიერ. ეს რა თქმა უნდა ძალიან არაორდინალური პროცედურაა, ხო? იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ განხილვის გარეშე ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა თანხმობა გასცეს სერიოზულ საკანონმდებლო ინიციატივაზე. და ამ პროცედურით, ანუ განხილვის გარეშე დაჩქარებული წესით, რომ იქნას მიღებული გადაწყვეტილება, ამას სჭირდება, რომ არც ერთი სენატორიდან ერთიც კი არ გამოჩნდეს, რომელიც კითხვას დასვამს, რომ ხომ არ ღირს განვიხილოთ ეს აქტი და ისე მივიღოთ განხილვის შემდეგ. გასაგებია, რომ საკითხი არის ძალიან სერიოზული, რამდენიმე სენატორმა თქვა, რომ აქტს სჭირდება განხილვა სენატში და განხილვის შემდგომ უნდა შეგდგეს კენჭისყრა და სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენი მოლოდინი იყო, რომ რადგანაც განხილვის გარეშე პროცედურაზე დააყენეს, რომ შანსი გაჩნდა, რომ მიღებული ყოფილიყო სანამ დაიშლება აგვისტოში საკანონმდებლო ორგანო არდადეგებზე, მაგრამ ეს ვერ მოხდა და გადაიწია განხილვამ სენატში, ასე ვთქვათ, გაგრძელდება უკვე შემოდგომაზე, როდესაც დაუბრუნდება სამუშაო დღის წესრიგს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ როგორც რესპუბლიკური პარტიიდან, ასევე დემოკრატიული პარტიიდან ამ აქტს ექნება მხარდაჭერა, ჩვენ ამის საფუძველს გვაძლევს მათ შორის ის შეხვედრები, რომელიც ჩვენ გავმართეთ
ორივე პარტიის წარმომადგენლებთან და მე ნიუ-იორკში წავედი სპეციალურად რომ მქონოდა შეხვედრები ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან და შევხვდი ყველა ორგანიზაციას ფაქტიურად რომელიც როგორც არის Human Rights Watch და სხვები რომლებიც არის სოფლიოში წამყვანი ხმები ასე ვთქვათ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ისინიც ყველა მხარს უჭერენ, რა თქმა უნდა, მეგობარი აქტის მიღებას და ძალიან მძიმე იქნება ის ანგარიშები, რომელიც გაეგზავნება მათ შორის საშემოდგომო სესიისთვის გაეროს ადამიანის უფლებების დაცვაზე და პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით. პოლიტპატიმრების თემაზე ეს მინდა რომ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, თუ შეიძლება, ანუ რეაქცია პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკავებაზე, მათ შორის აი თქვენი პარტიის ორი ლიდერი, რომელიც კომისიაზე წულუკიანის არალეგიტიმურ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაუშვეს ციხეში. აი ამას რა შეფასებები აქვს? რა შეფასებები სავარაუდოდ შეიძლება მოყვეს სალომე იგივე ამერიკული წრეებზე უკვე არ არის საუბარი იმიტომ რომ ის რომ საქართველოში უპრეცედენტო ასე ვთქვათ რაღაც მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა მართლმსაჯულებამ პოლიტიზირებულმა მართლმსაჯულებამ და კონკრეტულად პოლიტიკური პარტიების დევნამ ეს არის ასე ვთქვათ და პოლიტიკური აქტივისტების შევიწროვება სამართლებრივად ეს ფაქტი არის შემდგარი ფაქტი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ფაქტიურად სტალინისტური რეპრესიების შემდეგ საქართველოს არ ყოლია ესეთი რაოდენობით პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის დიახ, ჩვენი პარტიის დამფუძნებლები, რომლებიც იმყოფებიან დღეს საპატიმროში, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და სხვა პარტიების ლიდერები, რა თქმა უნდა, და ყველა ის პოლიტპატიმარი, რომელიც დააგროვა ივანიშვილმა საპყრობილეში. სწორედ პოლიტპატიმრების თემა რატო არის ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, იმიტომ რომ საუბარი არის ადამიანებზე, რომლებიც ზოგიერთ მათგანს სრულიად უსაფუძვლოდ უკვე მიუსაჯეს წლები ციხე, საუბარი არის ზიამაღლობელზე, რომელსაც ემუქრება წლები ციხე და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს არა მხოლოდ შეფასებები, არამედ მოქმედების ხო და აი რა მოქმედება უნდა მოყვეს, ან მოყვება. აი ამ შეხვედრებიდან გამომდინარე მაინტერესებს თქვენ რა დასკვნას აკეთებთ. შემიძლია გითხრათ მე რაზე ვმუშაობ, მათ შორის ეს არის რომ საქართველოს მეგობარი აქტის მიღება, ასე ვთქვათ, თუ რამდენიმე თვე კიდე დასჭირდა ამას, ხო, და გაგრძელდა. ერთ-ერთი ჩვენი ამოცანა არის, რომ ალტერნატიული მექანიზმებით დაიწყოს, მათ შორის მაგნიტსკის გლობალური აქტი არსებობს, რომელიც უკვე არსებობს, ხო, როგორც ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი ადამიანის უფლებების დარღვევების რეაგირებისთვის. და ერთ-ერთი ჩვენი ამოცანა მათ შორის არის ამ აქტის ამუშავება უფრო ეფექტიანად საქართველოსთან მიმართებაში, რომ დავუშვათ თუ ჩვენ დაგვჭირდა კიდე რამდენიმე თვე დაცდა მეგობარი აქტის მიღებამდე, რომელიც საქართველოს ეხება კონკრეტულად, ამასობაში დრო არ დაიკარგოს და მათ შორის ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების იფიქროს ალტერნატიულ გზებზე, სანამ მეგობარი აქტი იქნება ამუშავებული, რა შეიძლება რომ გადაიდგას რა ნაბიჯები ამ რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის, ასე ვთქვათ, მიმართულებით, იმიტომ რომ ერთი რამ არის ნათელი, ძალიან მნიშვნელოვანია, მე საზოგადოება მინდა იცოდეს, რომ არ კონდეთ მათ ანუ რაღაცა ესეთი განცდა, რომ თითქოს ხელები დაიბანა ივანიშვილმა იმაზე, რომ გააგრძელოს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების მოტყუება, ხო, იმასთან დაკავშირებით, რომ რა უნდა მას რეალურად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი კონსოლიდირებული, ასე ვთქვათ, საინფორმაციო ეს ფრონტის გაშლა იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია, სწორი ანალიზი მოხდეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ მათ შორის მოვისმენი არაერთი აზრი, რომ ბევრ ადამიანს და ვფიქრობ, სწორად მიაჩნია დღეს, რომ მთელი რიგი შეცდომები იქნა დაშვებული დასავლეთის მხრიდანაც, ივანიშვილთან მიმართებით გატარებულ პოლიტიკას, რაც შეეხება გასული წლების მანძილზე და ამის შედეგებს ვიმკით დღეს პირველ რიგში ჩვენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს ცხოვრება ამ რეპრესიული რეჟიმის ქვეშ, მაგრამ ასევე დასავლეთსაც, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული განდევნის, ასე ვთქვათ, ცდილობას რო აქვს ადგილი ივანიშვილის რეჟიმისგან, ეს ხომ მათ შორის აზიანებს ამერიკის
შეერთებული შტატების ინტერესებს. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივი დევნა გუშინ ხوارდაწყებულა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა გეოპოლიტიკური დღესწესრიგიდან გამომდინარე ანაკლიის სპორტის და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, რომ სწორი მოქმედების გეგმა დასახოს რეჟიმზე ზეწოლის, ასე ვთქვათ, და საქართველოსთან გადარებულ პოლიტიკასთან მიმართებაში, იმიტომ რომ დღეს ყველა აღიარებს, რომ მთელი რიგი შეცდომები იყო დაშვებული მათ შორის დასავლეთის მხრიდან და ეს არის ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც არის, რომ ჩვენ ამდენ დროს უთმობთ ეხლა კონკრეტულად სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიის და პოლიტიკის განსაზღვრის საკითხს. კი ბატონო, სალომე, ერთი კითხვაც მინდა რომ დაგისვათ, ვიდრე თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხართ, ყაველაშვილის შეთავაზება გუშინაც გაიმეორა, რომ იმ პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც პატიმრობაში არიანო, დამსახურებულად ამბობს კანონი დარღვიეს და იმიტომ სთავაზობს ის, რომ გამოიყენონ შეწყალების შესაძლებლობა ამომრჩეველს დაუმტკიცო, რომ გამარჯვების ღირსნი არიან და ის შეიწყალებს მამუკამ და ბადრიმ 5 ივლისს კი შემოუთვალეს პირველ ჯერზე ყაველაშვილს, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი არის მასხარა, ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შეთავაზება კი არის კგბ-ს და სუსის მიერ დაგეგმილი ავანტიურაო და დღეს ლელომ ისევ გაიმეორა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არანაირი მიმართვა არ იქნება და ყაველაშვილს ისევ მიუთითა თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გზისკენ რუსული ხომალდის მიმართულებით, მაგრამ აი რითი ახსნით თქვენ ამას, რატომ მეორედ რატომ იმეორებს და საერთოდ შანსს თუ ხედავთ ასეც, რომ თუნდაც მამუკასგან და ბადრისგან ღიადაა ნათქვამი, რომ მიმართვა არ იქნება, უცებ ყაველაშვილმა, იმიტომ რომ ლელო გადის ადგილობრივ არჩევნებზე, გადაწყვიტოს და შეიწყალოს. იგივე მიზეზით, აი რა მიზეზიც გუშინ თქვა, რომ მათ შანსიო მივცეთ, რომ ამომრჩეველს დაუმტკიცო, რომ გამარჯვების ღირსნი არიან. აი გამორიცხავთ, რომ უცებ შეიწყალოს? ახლა მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ლელოს გადაწყვეტილებები, ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ პოლიტიკურ დღესდღეობით, ჩვენ რა გვჯერა, რომ არის სწორი, ბრძოლის რა მეთოდი, რა გზა არის მნიშვნელოვანი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩვენთვის და არჩევნებზე გასვლის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში განიხილებოდა ყოველთვის და თავიდან ვთქვი, არაფერი საერთო ამას არ აქვს. არავის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დევნაში წლებია მამუკა და ბადრი არიან და ნუ ახლა დროებით მოახერხეს მათი დაპატიმრება. ერთი რამ შემიძლია უბრალოდ ვთქვა, რომ უბრალოდ ცოტათი რაღაცა კომიკურ პერსონაჟად ყალიბდება ყაველაშვილი, იმიტომ რომ ნუ რაღაცაერად უნდა შეეგუოს ფაქტს, რომ მოატყუეს, როდესაც უთხრეს, რომ აი შენ ახლა დაგარქმევთ პრეზიდენტს და მე ნელ-ნელა ყველა შეეგუება, რომ პრეზიდენტი ხარო, არ არის ესე. არც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა და მით უმეტეს თავისუფალი სამყარო და მსოფლიო არ აღიარებს ამ ადამიანს როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ნუ ახლა თუ უნდა რომ რაღაცა ნერვები დაიმშვიდოს ან დაიჯეროს, რომ პრეზიდენტია, შეუძლია რა ვიცი. ხო და გამორიცხავთ, რომ თვით ინიციატივით შეიწყალოს თქვენი პრეზიდენტოთი მიმართოს. იცი რა შეა საქმე? ინგა ჩვენ ხო ვცხოვრობთ სამართლებრივი აბსურდის პირობებში, ხო? როგორი აბსურდიც არის ის კომიტეტის, რა ქვია, საგამოძიებო კომისია, რომელიც შექმნეს. როგორი აბსურდიც იყო ხალხის დაბარება. მე ამის საფუძველზე მათი დაპატიმრება, რომ იქ არ მივიდნენ რაღაც აბსურდულ, არალეგიტიმურ კომისიაში. ასეთივე აბსურდი იქნება შეწყალების აქტის, ასე ვთქვათ, გამოცემა თუ საკუთარი ინიციატივით, რომელიც შეიძლება რომ ამ კაცმა გააკეთოს, ხო, რომელსაც კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ უნდა რომ დაიჯეროს და რწმენა აკლია, რომ რაღაცა მაინც არ არის პრეზიდენტი, ოჯახის წევრებს შეუძლიათ ხოვოს, რომ ბატონო პრეზიდენტოთი მიმართონ და რა ვიცი, რაღაცა ფსიქოლოგთან იაროს, მაგრამ აბსურდი არის უკვე ეს მთელი მოცემულობა. სახელმწიფო, რომელიც არის გასული კანონის ჩარჩოებიდან, შევიდა აბსურდულ რეალობაში და სამწუხაროდ ჩვენ ამ აბსურდში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს დასრულდება ძალიან მალე და საქართველოს დაიბრუნებს სახელმწიფოს სახეს, რომელიც სამწუხაროდ დღეს აქვს მას აბსოლუტურად დაკარგული ივანიშვილის ამ მარიონეტული რეჟიმის პირობებში.
მადლობა სალომე, მადლობა დიდი წარმატებას გისურვებთ. საინტერესოა ხო როგორ განვითარდება პროცესები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი რაუფოგლუს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ უცებ რაღაც სიგნალების გაგზავნა დაიწყო მოკლედ ოცნებამ.